იქეთ მიდიხარ, სადაც მართლა შენ თავად გწადია. ზოგადად შენი ცხოვრების საჭეს შენ მართავ, შენი ცხოვრების სადავეები შენ გიკავია ხელთ თუ სხვას, თუ საერთოდ არც არავის და ცხოვრება მიგაქანებს ისე აქეთ-იქით უმიზნოდ და უაზროდ. წარმოიდგინე, რომ იყიდე თვითმფრინავის ბილეთი. გადაიხადე ფული. დრო დახარჯე ამ ბილეთის ყიდვაში. და დადგა გაფრენის დრო, მიხვედი აეროპორტში, პასპორტით, ბარგით გაიარე მთელი ეს რეგისტრაციის პროცედურა, შემოწმების პროცედურა, საპასპორტო კონტროლი, დაელოდე ჩასხდომას, მერე ჩასხდომაზეც კონტროლი გაიარე და ბოლოს აღმოჩნდი თვითმფრინავში. აღმოჩნდი თვითმფრინავში, მოათავსე შენი ხელბარგი, დაჯექი შენ სამარძელში და აქ უკვე ისმის შეიკარი ღვედი უსაფრთხოების და ისმის კაპიტნის ხმა. როგორც არის ხოლმე რო აცხადებენ, ხო, დინამიკებში. და კაპიტანი ამბობს: გამარჯობა ძვირფასო მგზავრებო, მადლობა რომ აირჩიეთ ჩვენი კომპანია. ჩვენ ახლა 10 წუთში ავფრინდებით, ვიფრენთ ამადამ სიმაღლეზე, ამადამ სიჩქარით, მაგრამ სად მივფრინავთ, არ ვიცით. როდის ჩავფრინდებით, ეგეც არ ვიცით და ოდესმე ჩავფრინდებით თუ არ ჩავფრინდებით, ეგეც არ ვიცით. აი წარმოიდგინე. კი, წარმოუდგენელი სიტუაცია, მაგრამ თეორიულად. და რა დაგემართება ამ დროს? რა იქნება? ხო, ატყდება ერთი აურზაური, დარწმუნებული ვარ ყველა მგზავრი. აქ თქოთდება და აღშფოთებული იქნება და მოითხოვენ თვითმფრინავის დატოვებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი შენ თვითონ აი შენთვის დაფიქრდი, რომ ასე თვითმფრინავში დარჩებოდი? დარწმუნებული ვარ, რომ არა, თუ ფსიქიკურად ჯანსაღი ადამიანი ხარ. და ეს არის ლაპარაკი სულ რაღაცა ერთ რეისზე. ადამიანების უმრავლესობა კი მთელ ცხოვრებას ასე ცხოვრობს, იმიტომ რომ არ აქვს მიზნები, არ აქვს რაღაცა კონკრეტული, მონიშნული სურვილები, ოცნებები, მიზნები, ისევ გავიმეორებ ამ სიტყვას და ესე რა, სადღაც მიფრინავს ბრჭყალებში, მაგრამ რატომ, რისთვის, როგორ, რა უნდა, რა არ უნდა, თვითონაც არ იცის. მეც ვცხოვრობდი ერთ დროს ასე, აბსოლუტურად სრულად მინდობილი ცხოვრებაზე და ხან რაღაც სასიამოვნო ხდებოდა, ხან იქ აღმოჩნდებოდი, რაც საერთოდ არ იყო ჩემი სურვილი და გეგმა. რატომ? იმიტომ რომ არ გაქვს გააზრებული თუ შენ თვითონ რა გინდა, სად მიდიხარ და აირჩიო მარშრუტი, აირჩიო ტრანსპორტი, არ ვიცი, შეიძლება ფეხით წახვიდე, ხო? და რაღაცა იმოძრაო იმისკენ, იმ მოცემულობისკენ, რაც შენ გინდა, რომ დაიმკვიდრო სასურველი რეალობა. კი, რა თქმა უნდა, მესმის ახლა ზოგის აღშფოთებული, რომ მე რომ მინდა ეგრე სად არის და ასე შემდეგ. მე მესმის, რომ ცხოვრება საკმაოდ ქაოტურია და ძალიან ბევრ მოულოდნელ გამოწვევას, ხან პრობლემას, ხან წინაღობას, ხანაც დახმარებას, ჯადოსნურ პანღურს, ხანაც რაღაცა საოცარ გამართლებას და ხელს რო წაკრავს და წინ რო წაგიყვანს რაღაც უცებ. არავინ არ იცის. ცხოვრება რას შემოგთავაზებს, მაგრამ ის რაც ჩვენს ხელთ არის, რომ ჩვენ განსაზღვროთ რა გვინდა და ვიმოძრაოთ ამისკენ და ოკეი, რაღაცაში ხელი შეგეშლება, რაღაცაში ხელი შეგეწყობა, ეს თავისთავად, მაგრამ ეს გაცილებით უფრო უკეთესია, ვიდრე მკვდარი თევზივით უბრალოდ დინებას მიყვე, ხო? და მე იწუწუნო, რომ რატო არ გაძლევს რაღაცას. ოღონდ შენთან არ იცი რა უნდა მოგცეს, რა მოგცე, იქიდან ღმერთი გეუბნება. დაასახელეთ გვია. შენ კი არც კი გიფიქრია რა გინდა რომ მოგცეს.
ნუ ახლა რა თქმა უნდა მე უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა იცოდეს რა უნდა, იცოდეს საით მიდის, იცოდეს ამას როგორ მიაღწიოს, იცოდეს როგორ მიიღოს გარემოს დახმარება, ეგრეთ წოდებული გარე განზრახვა თავის მხარეზე რომ გადმოიყვანოს და როგორ მართოს საკუთარი თავი, რომ კარგი რაღაცა გარშემო ხელს გიშლის ჯანდაბას. ამას გაუმკლავდები როგორღაცა შეეწყობი თუ ვერ გაუმკლავდი, მაგრამ როდესაც საკუთარი თავი გიშლის ხელს. სწორედ აი ამ თემაზე თავის დროზე შევქმენი მე პროგრამა გახდი შენი ცხოვრების კაპიტანი, რომელიც არა ყიდვას არ გთავაზობთ. რომელიც თქვენ აი ახლა შეგიძლიათ რომ მიიღოთ საჩუქრად. თუ კი გინდა რომ დაიჭირო ეს სადავეები ხელში, მაშინ ეს პროგრამა შენთვის არის. ამისათვის რა უნდა გააკეთოთ ამისათვის? ამისათვის უნდა მოგწეროთ ჩვენ Facebook-ის გვერდზე კოუჩინგის დეპარტამენტი და იქ მოგწეროთ, გამოიწეროთ გვერდი, ხო? და მოგწეროთ მესენჯერში რომ მინდა საჩუქრად. და იქ რამოდენიმე უბრალო ქმედებაა გასაკეთებელი, დაკომენტარება პოსტის და გაზიარება, წინასწარ გეტყვით, არაფერი განსაკუთრებული ფილოსოფია არ არის საჭირო და ეს პროგრამა აბსოლუტურად უსასყიდლოდ იქნება თქვენი. თუ კი დაინტერესდით, მაშინ მოგწერეთ Facebook-ზე, ჩვენს გვერდზე, კოუჩინგის დეპარტამენტი, აი აკადემია, რა თქმა უნდა.